მოგესალმებით, ბატონებო და ქალბატონებო, მოგესალმებით და ძალიან მოხარული ვარ თქვენთან ერთად ახლა დღეს და დარწმუნებული ვარ ხართ, ვინც არ არიან, იმათაც მივესალმები და როცა იქნებიან, ვიქნები ბედნიერი, შემოგვიერთდებიან, როცა რომ. ეხლა მე რა მინდა გითხრათ, ეხლა დღეს ჩვენ მოგეხსენებათ ბოლო გადაცემა გვაქვს ამ წლის და არა საერთოდ, მადლობა ღმერთს, შემოგვიერთდებით უკვე იქით წლიდან და ეს არის დღეს ბოლო გადაცემა დღევანდელი ამ წლისა და მინდა გითხრათ, რომ ეხლა არავითარ ცხადია იცით, რომ რადიო სივრცეა 98.5 და ეს არის გადაცემა ჯაპანას პაპანაკება, ესე უნდა თქვა ხო რაღაცა პაპანაკებას უხდება, პაპანაკება და ბყავს არაჩვეულებრივი სტუმარი. აი, როგორ გითხრათ, მე ვარ, ეხლა ჩვენ ერთი თაობისანი ვარ დაახლოებით და ასე რომ გითხრათ, ჩემო ბატონო, სულ ყველაფერი, აი, მე გითხრა რომ ხა ვერ დავიჩემებ, რომ ძალიან ახლობელია ჩემი მეჯვარე ვარ მისი და ის ჩემი ნათლია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ სულ თვალს ვადევნებ ამ ქალბატონს და არა მარტო მე, მთელი საქართველო. ეს არის ულამაზესი უკოხტავესი ჯერ კოხტა მომწოდა ხოლმე კაი ტამფექსე იდგა ხოლმე სულ რაღაცა და რაც თავარია უნიჭიერესი აი და კიდე თავდადებულები ხო იყვნენ მეფეები დემეტრი ყავდა თავდადებული შემოვადო აი თავის პროფესიისადმი თავდადება თუ სადმე არსებობს ამასთან დაკავშირებით ვილაპარაკებთ ვიზულაბაში აბა 8 წელი ქაბადონი ლილისაც აქვს იოსელიანსაც თავისთავად ცხადია ეს არის ქაბადონი რუსიკო გლურჯიძე მოკლეთ რა და უღრმესი მადლობა ჩემო კარგო ადამიანო აი მობძანებისთვის და დიდი პატივია შეგესტუმრობა ჩემთვის ყოველთვის ვიტყვი რომ აი მართლა თეთრი შურით რა არის ეს თეთრი შური კიდე ვერ გავიგე თუ ამიხსნით არ ვიცი შავი შური რომ ეთქო ბოროტი შურია შავი და თეთრი არის რომ აი გიხარია მისი წარმატებები და აი ესე ვარ ხო რუსიკო ბოლქვაძე არის ადამიანი რომელსაც მე აი რაღაცნაირად აი თეთრი შურს ისეთი პროფესიონალია ისეთი მცოდნია თავის საქმის რუსიკო ესე იგი მე დამდეგშობა ახალ ასე დავიწყებ გილოცავ მინდა რომ ბევრი ახალი წელიწადი იყო გამხარებელი ჩვენი მაყურებლის გულებისა როგორც ახარებდი აქამდე და ეს ძალიან კარგად იცი შენ და მინდა გითხრა რომ საერთოდ ჩვენი ტრადიციას არ დავარღვევ და დავიწყოთ საიდან დასაწყისიდან მაინტერესებს როგორი ბავშვი იყავი აი პატარა იყავი ცუღლუტი ბავშვი იყავი როგორი ბავშვი იყავი ბავშვობიდან იყავი თამაში ბებია და ბაბუა გავიხსენოთ მოდი იმიტომ რომ ვიცი რომ დიდი ღვაწლია და დავიწყოთ ბებია და ბაბუა კი ბატონო სიამოვნებით და პირველ რიგში მოგესალმებით და კეთილი იყოს ჩემი ფეხი წარმატებას გისურვებთ და რა ვიცი მიხარია რომ ვარ შენთან და შენს მენელს და მაყურებელს საახალწლოდ წინა საახალწლოს სურვილებს საუკეთესო სურვილებს ვუგზავნი აქედან მადლობა მოგზავნით. ხო, როგორი ბავშვი ვიყავი და იცი რა არის, ცელქი ბავშვი ვიყავი, ოღონდ არ ვაფუჭებდი არაფერს რა, ხო იცი, აი, ხო არიან რომ ბოროტი ცელქი არის. არა, ბოროტიც არ, მაგრამ ხო იცი, ცელქობენ, მაგრამ რაღაცა სულ რაღაცა ვიღაცას აზიანებენ ან თვითონ ზიანდებიან ან რაღაცა. მე არა, რაღაც მაკვარანცხი. დავხტოდი რა მოკლედ. უბრალოდ დავხტოდი ხო მაგრამ თან რაღაცა წესიერი ბავშვი ვიყავი აი სკოლაში მაგალითად აი დასვენებებზე ვცელქობდი მაგრამ გაკვეთილზე კარგად ვიქცეოდი რა ნიშნები კარგი ну ისე ხო კარგი ხუთოსანი ფრიადოსანი არ ყოფილა არასოდეს ოთხიანები ყოველთვის გამომყვებოდა ხოლმე სამიანებიც კი გამომყოლია და რაღაცა ცოტა მერე რომ გავიზარდე თუ პირველ კლასში არა ალბათ ეხლა არა ცოტა მერე რომ გავიზარდე ხო და დახტობას მორჩი ხო მაგრამ ნუ აი ზაფხულში და რაღაც ისე მაგრამ ისე წესიერი ბავშვი ვიყავი და მშობელთა კრებებზე დედა ჩემი რომ მიდიოდა გახარებული ბრუნდებოდა რომ მააქებდნენ მასწავლებლები ხო მერე გადავირიე ცოტა აი უფროს კლასებში ეხა დიდი ისიც არ იყო ჩვენ დროს რას გადაირეოდი ეხლა დიდი შატალოზე წავსულიყავით ან მასწავლებლებისთვის რაღაცეები მოგვეწყო რაღაც კინოში ან ცხეთაში ან გაკვეთილზე ბულკი გეჭამა რა ჩუმად ესე და ვიღაცისთვის მიდე უკვე დიდი რამე იყო მაგრები გვეგონა თავი ხო და
ну რა ვიცი კიდე ну ხუმრობდით და მაიმუნობდით და თამაშობდით. ბებია ბაბუებთან დაკავშირებით კი. ხო, ბებია ბაბუა დედაჩემის მშობლები, ბებია და ბაბუა ვინც ერთადაც ვიზრდებოდი, ესეთი კლასიკური სქემა იყო, რომ დედა და მამა სამსახურშია და ამიტომ ბებია და ბაბუა არიან. როგორც წესი. ბავშვით დაკავებული. ჩვენ თაობა ეგრე ვართ ყველა. ხო და ძიძა არ ვიცოდი. ძიძა არა, ну საბავშვო ბაღში მე არ მივლია, იმიტომ რომ ეს ბებია და ბაბუა ისეთი ყავდა, რომ აქეთ კონდა ესე თქვათ რა ქვია კაცრები იყვნენ? არა პირიქით ძალიან და ბაბუა ჩემი იყო კიდე ძალიან ისეთი ბავშვებთან რო ენას პოულობდა იცი ხო იცი რაღაცა სულ ხატავდით ერთად რაღაცებს თამაშებს ვიგონებდით ხან რაღაცა ცეკვებს გვასწავლი და ძველი სამხედრო იყო თეთრგვარდიელი და მაზურკას და რაღაცებს ასწავლით ჩემს მას და ხო ხალი რო წამოდგება უნდა წამოხტე და ქუსლი ერთმანეთს უნდა მიარტყა და თავი ესე დაუკრა ეგეთ რაღაცებს გვასწავლიდა ხო კარგი ბებია ჩემი კიდე ხო მე ბაბუა ჩემს ძალიან უყვარდა სამზარეულოში ტრიალი გურმანი იყო ძალიან მაგარი პუტკუნა იყო და თვითონაც ჭამდა რაღაც გემრიელობებს და დაგვარი ძანდებოდა დედის ხარე გრიგორაშვილი იყო ესეთი ახალციხელები იყვნენ რაბათიდან მის მშობლები და ხუციშვილები და ასე ვთქვათ ესეთი და ბებია იყო ასათიანის ქალი მისი мама სიონში დეკანოზი იყო და ილია ჭავჭავაძის მეგობარი და ასე შემდეგ და საკმაოდ ისეთი მოღვაწე იყო ამ წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოება რო დაარსა ილიამ მის გვერდზე იდგა სულ და მე კიდე სასოფლო სამეურნეო სასწავლებელი დაარსეს ერთად ილია წინამძღვრშვილთან ერთად და ნუ აი ამ მოძრაობაში იყო და იყო მერე თბილისის პროტოპრესვიტერი ასე ვთქვათ მთავარი ღუდელი შეიძლება ასე ითქვას და ანუ თბილისში თუ რაღაცა მნიშვნელოვანი მოვლენა ხდებოდა ეს მისი კურთხევით აი ღვინის ქარხანა როა პეტრიაშვილზე სარაჯიშვილის ცნობილი ეს რო აშენდა თურმე მან აკურთხა მუხრანის ხიდი იყო ასეთი ეხლა ბარათაშვილის ხიდი როქვია მაგის ადგილას იყო უნიკალური კონსტრუქციის მე ხა თვითონ ეს ინჟინერულად არ მესმის მაგრამ ვიცი რომ ძალიან მნიშვნელოვანი კონსტრუქცია ძალიან საინტერესო და სერიოზული ნაგებობა იყო და მუხრანის ხიდი ხო ფოტოები არსებობს და ხო და აი ეს კი ბატონო ხო და აი ეს მუხრანის ხიდიც მან აკურთხა მერე ყაზბეგი რო გადმოასვენეს და თაწმინდაზე რო დაკრძალეს აი ამ მაშინ მონაწილეობდა და სიტყვა თქვა იმის დაკრძალვაზე და აი ეგეთი ის იყო რა და ძალიან ბევრი სახში გვაქვს შენახული ბებია ჩემი ძალიან უფრთხილდებოდა აი ამის აი ამ ქადაგებები მაქვს ნაწერი ეს ერვეულებში შენახული და ესეთი ის იყო და სახში გვაქვს და ესეთი სკივრი ძველებური სადაც არის ეს ძველი ნივთები ყველაფერი მე ბებია და ბაბუა მეგობრობდნენ ძალიან იყო ასეთი მიხეილ მამულაშვილი მცხეთაში რომელსაც ჰქონდა ბაღი და ცნობილი დიახ და ვიცნობდი პირადად მახსოვს კარგი კი მეც ვაკ ფოტოები გადაღებული მასთან მე და ჩემს და შაბათ-კვირას ჩადიოდნენ ხოლმე და ჩავდიოდით ხოლმე ხშირად მასთან და მის ქალიშვილი არაჩვეულებრივი ქალბატონი იყო და რა ვიცი ძალიან კარგად მახსოვს ეს ბავშვობის შთაბეჭდილებები ის ბაღი რაღაცა საოცარი და კიდე რა იყო იცი იქ იყო სვეტიცხოველთან რა სვეტიცხოველთან ახლოს კი და იცი წერილებს დიდები ვიყავით ბოდიში როგორ უკვე დიდები ვიყავით და იყო მე როგორ გახსოვს აი 20 წლის მიც მახსოვს რა 19 წლისა არა ცოტა პატარა არა ალბათ ცოტა პატარა აი შაი ცოტა ყოველ შემთხვევაში გეცოდინე ხო გემახსოვს პატარა ბავშვი არ ვიყავი რო გარდაიცვალა არა კი მართალია მართალი ხარ 20-ის ფლათ არა მაგრამ რაღაც ეგრე 17-16-ის მაინც ალბათ კი 15 აია ხო და იცი რა მახსოვს ძალიან მეგობრობდა ბებია ბაბუა ჩემთან და ბებიასთან და
უგზავნიდა წერილებს და ეს წერილები გვაქვს შენახული ხელით და როგორც ღია ბარათებს ისე აკეთებდა. ოღონდ მაშინ სად იყო ესეთი ღია ბარათები ეხლა როა და თვითონ იმ ყვავილებს, რომელიც ამ ყვავილებისგან აკეთებდა საოცარ კომპოზიციებს და ესე ქაღალდზე აწეპებდა ესე და ქაღალდზე დაკრული ესეთი ცოცხ ნამდვილი ყვავილებისგან გამხმარი ესეთი ყვავილებისგან ულამაზეს კომპოზიციები ქონდა ზედ აკრავდა ესე ქაღალდზე და ქვეშ იყო ტექსტი მიწერილი და აი მახსოვს რომ აი ისინი შენახული გვაქვს ხა ესეც როგორც რელიკვიას აი რან ყვირაში ერთხელ მოდიოდა წერილი მცხეთიდან და მე ჩვენც დაუწეროთ მიშა პაპას წერილი და ჩვენც წერდი და იქ ხა რაღაცა ვაკის პარკში რაღაცა ყვავილს მოვწყვეტდით მე და ჩემის და დავაწეპებდით იქა და უგზავნიდით იქ თვითონ ესე და ისიც ძალიან გახარებული იყო საოცარი კაცი და დედა მამა რა ვიცი ხო დედა და მამა ალპინისტი იყო მამა მამა ალპინისტი იყო ეს დავიღოთ არ ვიცოდი ეს აღმოაჩინა ჩემო პროდიუსერმა ხო მართლა როგორი არ ვიცოდი ოჩახი პროდიუსერი ყოლია კი ოჩახი პროდიუსერი იყო არ ვიცოდი დღეს ბოდიში მოიხადა რომ რაღაც ის ხოდა და ვერ არა უშავს ხო და მამა საკმაოდ ისეთი პროფესიონალი ალპინისტია ესე გამოვიდა აი მაშინ როდესაც თავიდან დაარსდა ესა და მახსოვს იცით რა ქონდა ესეთი სამკერდე ნიშანი ქონდა ალეოშა ჯაფარიძის ნაჩუქარი სამკერდე ნიშანი ეს წერაყინი და ეს ქართველი შვილი იყო და ალექსანდრა დაძმანი რო იყვნენ ჯაფარიძეების დაძმა და ხო და მე ის იყო ჯგუფები დაყავდა მყინვარწვერზე ადიოდნენ ჩამოდიოდნენ კოსრო და სურათებიც გვაქვს ერთი როგორ გადაყავდათ ეს ტურისტები და ეს მშობლები როგორ დედა ის იყო დიასახლისი დედა ჩემი არა დედა ჩემი ექიმი იყო პროფესიით და მაგრამ ესე როგორც მკურნალი ექიმი არ მუშაობდა უფრო ესე კვლევით ლაბორატორიაში მუშაობდა და მაგრამ ნუ ესე სამსახურში დადიოდნენ და მამა ჩემი მერე საკმაოდ ისეთი სერიოზული ესეთი სამსახური ქონდა ყოველთვის გარდა ეს ალპინისტობდა და ეხა სპორტით უფრო ახალგაზრდობაში იყო გატაცებული და მერე იყო ენერგეტიკოსი და ჰესებს აშენებდნენ და აი იყო მთელი მოძრაობა სერიოზული ეს რა ქვია ლაჯანურ ჰესი გუმადგესი და რაღაც ეს გესები და მშენებლობებზე იყო მუდმივად და კაცები არც ეგეთი არის არა აი მამა ჩემი მიუხედავად იმისა რომ შესახედაობა ცოტა ისეთი ქონდა და ძალიან საქმიანი კაცი იყო მე რაღაცა საგეგმო კომიტეტი არსებობდა ესეთი და ამ საგეგმო კომიტეტში საკმაოდ ისეთი თანამდებობა ეჭირა და ძალიან ისეთი მოღვაწე იყო რაღაცნაირი ესე იხატება ახლა გარედან რომ ეს სიტყვა კი ძალიან ისეთია ცოტა პათეტიური მაგრამ ეხლა რო უყურებ რა საქმეებსაც აკეთებდნენ და რო დაალაგდა ეს ყველაფერი სერიოზულად თავის ქვეყანას აშენებდნენ ეს ის თაობა იყო ხო იცით რაღაცა ახალი იდეებით მაშინ ახალი ქვეყანა შენდებოდა და მართლა ბევრი რაღაცა ეს ჰესები რითაც ახლა ჩვენ გვიხარია და ვსარგებლობთ სულ მაგათი კი ბატონო აშენებული არის და საოცარი თაობა იყო კი მაგრამ მიუხედავად აი ამ საქმიანობისა და რაღაც ესეთი იმისა ძალიან ესეთი ის იყო ბავშვური და ძალიან ბევრი გატაცებები ქონდა იმ თაობის ერთ-ერთი სერიოზული გატაცება იყო ფოტოგრაფია და ძველი ფოტოაპარატი დღემდე მაგ შენახული მისი მაგაზე უნდა შეგეკითხვა აუცილებლად ხო და ივალ ბაკაძე სახში ფოტოგრაფიც რო ყოფილიყარ შენ მე რაღაცა ნუ ესე ხა ფოტოგრაფი ცოტა ხმამაღალი სიტყვაა მაგრამ ეს მამა ჩემისგან გამომდინარე ბავშვობაში ეს ის რო გქონდა ეს მომწონდა და ვიყავი ამითი გატაცებული. რა აპარატია შედახული? სმენა. წველის ძველი. უნდა მეთქვა. და ის მოყვება ექსპანომეტრი ესე შუქიროუდებითი დააყენო ზედ კი არა აქ. ცალკე უნდა დააყენო ესე და მე რა ციფრებსაც მოგწევს იმის მიხედვით ობიექტივი და ეს უნდა დააყენო აქა და იმის მიხედვით გადაიღო. და ოთახში ბდე ოთახში უნდა გაამჟღავნო და ხო და ის სახში მაქვს დღემდე შენახული. ჩაიცვა ხელზე
ის გამოიღო ხო, ეს ხო. რომ გამოიღო ფირი. გაამჟღავნო ფირის გასამჟღავნებელია ეგეთი შავი რაღაცა შავი შიგი კი ბატონო. შესაიდან იცი შეცვალ მე ბავშვობაში მქონდა ეხლა ყველას მქონდა ეგ ცდელობა მქონდა. მე რომ უნდა რომ ბეჭდა მე ის მომწოდა განსაკუთრებით რომ ბეჭდა და რომ ჩააგდებ იმაში და ნელ-ნელა რომ გამოდის ხო და რომ ჩდება ნელ-ნელა წითელი შუქი და დაკიდე წითელი შუქი და მე ეს უნდა გავლა მე ამის გაშრობა იყო კიდე ცალკე ამბავი და დედმამიშვილი რამდენი იყო ის ორნი ვართ ჩემი ძმა მყავს უფროსი ჩემზე 3 წლით და ხო და აი რა ვიცი რა მოხელე ნაჩალნიკია ძმა რა მოხელე ნაჩალნიკია და ჩემა ძმამ თავიდან ეს დარგი ეხლა რო ძალიან ციფრული ტექნოლოგიები აი სულ თავიდან რო იწყებოდა ეს გამოთვლითი მანქანები და რაღაცა აი მაშინ ავტომატიკისა და ტელემექანიკის ფაკულტეტი ესე სერიოზული ესე იგი სად ქონდა დამთავრებული დღეს იცი რა დღეს მაგ-ფაკულტეტზე რა ხდება ხო და აი მაშინ როცა დავთავრეს ვერ მოხვდები მაგ-ფაკულტეტზე ვერა გასვლა ისეთი ამბავია მაგრამ ეს როცა აბარებდა ჩემი ძმა ძალიანო პერსპექტიული დარგიაო ესო მომავლის დარგი არისო მაგრამ იმდენად მალე დაამთავრა რომ ის მომავალი ჯერ ჩვენთან არ იყო მოსული ჯერ კიდე მოდიოდა და მომავალი იყო მოდიოდა და აბა რომ დაამთავრა საწყალმა სამუშაო არ იყო რა ერთი დიდი გამოთვლითი მანქანა იდგა კარადასავით უზარმაზარი და არ იცოდი რაში გამოგეყენებინა X-ები და Y-ებით ესე რაღაცებს ბეჭდავდა გამოსახულებებს და ეთქობა არ იმუშავა თავის პროფესიით ხო და მე აღარ იმუშავა მე ძეგლთა დაცვაში გადავიდა და აი მხატვრულ განათებაზე და რაღაცა და ძალიან ბევრი ესეთი ძეგლები აქვს განათებული და ასე შემდეგ და შვილები რაღაცა ყოველ იქიდან კი შვილები 3 შვილი ყავს და ძალიან კარგი ეს იგი მაინტერესებს ბავშვობიდან თურმე ისა გაქ რა ქვია მე-12 ღამე რაღაცა დათამაშე ბავშვობაში ეგ სკოლაში ხო ოლივიე გაქ დათამაშე ეგ სკოლაში ეს რა ხდება სკოლის ბედნიერი წლები ვაკეში 55 კი ჭავჭავაძეზე ჩვენ სახთან ახლოს და სულ მეკითხებიან რომ სკოლაზე შატალოზე დავდიოდითო და რაღაცა შატალოზე დავდიოდით რა თქმა უნდა მაგრამ აი რო არის ხოლმე სკოლაში წასვლა არ მიყვარდა და ვიგონებდი რომ ვითომ ავათვარ და რაღაც ეგრე არა ძალიანაც მიხაროდა იმიტომ რომ კლასელები მყავს გადასარევისთანაც დღემდე მეგობრობდა ჩემი ერთ-ერთი მანქანა თუ არ ვშლები ნინო მურბედაძეა ალბათ ხო ნინო მურბედაძე არა ნიკოც კლასელი არ არის მაგრამ ბავშვობის მეგობარია და კი ძალიან ახლო და საყვარელი უმაგრესი მე ცალკე ვილაპარაკოთ ჩემი სპექტაკლის მხატვარი იყო ნინი მართლა აი ზაფხულის ღამის სიზმრის ამ ბოლოს კარგი და დიდი მხატვარი კი ძალიან მაგარი და არაჩვეულებრივი პიროვნება ნუ აბა ეხა დიდი მხატვარი როგორ იქნება მე გადარეულს და მაგარი აბა რანაირად იქნება დიდი მხატვარი ცოტა ეს ბავშვობაში დარგი სპექტაკლი ვინ დადგა ის არა ეს სკოლისტის იყო სკოლაში ყავდა გადასარევი მასწავლებლები კი ეხა ზოგი ყველა ერთნაირად არ გვიყვარდა ცხადია მაგრამ ეს ინგლისურის მასწავლებლები განსაკუთრებით ძალიან გვიყვარდა იყო ლიანა მაჭარაშვილი ქალბატონი უსაყვარლესი და კიდე ჯენარო ანდღულაძე არაჩვეულებრივი და ის ინგლისურის მასწავლებლებით გავდნენ სულ რაღაცა სპექტაკლებს და ამ სპექტაკლებში თამაშობდით და აი მე თამაშე მაშინ მახსოვს ძალიან სერიოზული ის რომელი კლასი რა ფხელა ხარ დაახლოებით მე-7 თუ მე-8 კლასში ვიყავი. მე მგონი მე-8-ში უფრო ხო და უკვე ფიქრობდი რამ ეს გინდოდა მსახიობობა ბავშვობაში. იცით ახლა ბავშვობაში ყველას უნდა და ნუ მე დავრჩი ამ სურვილში ვეღარ გავარ. არა ეხლა რაღაცები შვაში მინდა ჩავაკვეთყოსავით ესეთი რომ არქეოლოგიაზე გიფიქრია. ხო მინდოდა არქეოლოგობა მინდოდა ეს მომწონდა ძალიან იცი ის არა ქვია აი მამაჩემს მიუხედავად იმისა რომ აი ძალიან დატვირთული დღის განრიგი ქონდა და ძალიან გვიანბრუნდებოდა სამსახურიდან და სხვათა შორის ხო აი ბებიაჩემის სასახელოდ უნდა ვთქვა რომ ბებიაჩემი ძალიან ისეთი ქალი იყო აი ოჯახის და ტრადიციების და აი ამის დამფასებელი და თვლიდა რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ოჯახში და აი იცი როგორ იყო მამაჩემს ველოდებოდით
სადილად. ჩვენ ხომ შიერს არ გვტოვებდნენ ბავშვებს, რა თქმა უნდა, სკოლიდან რომ მოვდიოდით. ერთად მაგრამ ხდებოდნენ სადილად. ხო, აი მამა ჩემი რომ მოდიოდა, იმას ველოდებოდით და ერთად ვსხდებოდით სადილად. ხო და ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ეს ეჭირა ბებიაჩემს აუცილებლად რომ გეტყობა ოჯახიშვილობა ისე რუსულ რაღა გითხრა. მართლა, მადლობთ. ვერავინ თვის რომ ეხლა შენ ოჯახიშვილი ბებიაჩემ მეც გაცნობდა საერთოდ ადამიანი. აი ოჯახიშვილი. ხო, არა, ხო, გაიცანით მაგ დავითი ოჯახიშვილი. ესე პირდაპირ დააყოლებდა ხოლმე, რომ ეს ოჯახიშვილი. ყველაზე არ იტყოდა რა. ხო, ოჯახიშვილი. ოჯახიშვილი. ნუ რა თქმა უნდა, მე რომ მკითხო ეხლაც ახლა ჩვენ ბავშვები ვიყავით და ეს არ გვესმოდა, მაგრამ არ ვაპროტესტებდით, იმიტომ რომ ვერც გააპროტესტებდი, ისეთი იყო ბებიაჩემი, თან გვესმოდა და გვიყვარდა ეს ყველაფერი და მოგწონდა და მამაჩემს ველოდებოდით ერთად სადილობდით. მაგრამ აი მერე იყო კიდე რაღაცნაირი კაცი იყო ისე საინტერესო, ის სულ რაღაცა აი არისვენებდა, სულ რაღაცას იგონებდა, თამაშებდა. აი შაბათ-კვირა იყო მთლიანად ჩვენი. რახან თვითონ ძალიან დაკავებულ ზოგჯერ 7-ზე 8 საათზე მოდიოდა ხოლმე სამხურიდან ზოგჯერ ძალიან აგვიანებდა, მაგრამ აი ეს მაინც ველოდებოდით, რომ ერთად დავსხდარიყავით და გვესადილა. არქეოლოგიიდან როგორ რაღაც რიტუალები. ხო და რა იყო იცი? არქეოლოგია რატომ მინდოდა იცი, რომ აი ეს მამაჩემმა ეს მართლა გააკეთა, რომ შეძლების დაგვარად თბილისის გარშემოც ან ახლო სადაც შეიძლებოდა შაბათ-კვირა სულ ქალაქიდან გავდიოდი და ამ ძეგლებზე და ანანურში და ქვათახევში და უფლისციხეში და იქეთ გრემი რაღაცების გვაჩვენებდა, თან გვათვალიერებინებდა და და აი ეგ ძეგლებზე რო იქ კედლებზე რო აძვრები და სათოფურში რო გაიხედავ იქ რომელიღაცა გალავნის იმებზე რო დააძვრებოდი და რაღაცა აი მაშინ მომეწონა ეს ამბავი და სკოლა რო დაამთავრე გაწევა გქონდა იქ არქეოლოგიის გაწევა მქონდა კი იმდენად რომ აი სერიოზულად ფიქრობ რაღაცა დიდად ჩვენებს არ უნდათ რომ მე მსახიობია რა ვიცი ფიქრობდნენ რომ ეხა რა მსახიობი შენი ჭირიმე რთული პროფესიაა და თუ ეხა მანდ არა გაქვს მონაცემები და რაღაცა ნუ ეხა უნდა დაიტანჯოს ბავშვი და რაღაცა და დიდად არ უნდათ. ნუ ჩემს მას განსაკუთრებით არ უნდოდა ეხა ბიჭი მაშინ რა ვიცი რანაირად აღიქვავდა ამ ყველაფერს ძალიან არ უნდოდა და თარსავდა იცი გამოცდაზე რომ გავდიოდი ესე თარსი მომაძახებდა აი ხო, მაგრამ ძმაც ეგეთი უნდა. ძმაც ეგეთი უნდა, მაგრამ როგორ ჩანს ეს უყურმა შეუსრულდა და კაია დამთარსოს ხოლმე აწეს. პირველი წელს მოხდი ლილი ოსელიათან ჩემო. გადავედით ხალბატონ ლილიზე. ეხლა პრობლემები ხა ეს დიდებული ადამიანი ხა ჩვენ სანამ შემოვიდოდით ლაპარაკობდით ეთერში. მე საოცარი ადამიანი, მეც ძალიან კარგად მახსოვს, იმიტომ რომ მეც ხალბატონ ლილისთან ჩავაბარე. სამწუხაროდ ვეღარ ვისავლე იქ და რაღაც მაგრამ ნუ ამ კალის შესახებ ისტორიები ისე არ ვიცი კარგად როგორც ეხლა რუსი ყობდა ამიტომ აი გოგა მყავდა ბიბინაშვილი წინა იმაზე ბიჭა და ვილაპარაკეთ ამ თემასთან დაკავშირებით პატარა შევეხეთ საბადო ლილის ისე არ გამოვა ხა როგორ და აი შენი ლილიოსელიანი როგორია აი მაინტერესებს აი ყველას თითქოს სხვადასხვანაირი რაღაც ამბებს ყვებიან, სულ ყველა რაღაცას გიყვება, იმას გიყვება, ამას გიყვება, როგორ ხდება და რა ლილიოსელიანს მაგალითად შენზე ილაპარაკა სხვადასხვა გოგამ გადაცემაში თქვა რომ შენ შეხვდი და შენ უთხარი რომ მოდიო და მიშასთან დაილაპარაკეო ლერისთან წასულა პაქსაშვილთან ცხოვრობდნენ იქ დანესტიაში და შენ შეხვედრი ხარ და რაღაცა ჩხუბი მოსვლია თეატრალურ ინსტიტუტში და მაგ თემაზე ვილაპარაკეთ და მიშას დაუბარებია მომეც, კაი რაღაცები მოყვა საერთოდ. მიშას დაუბარებია და ვისულა მიშას. შენ გითქვია რომ მოდიო მიშასთან და უთხარიო მე და მოდი და შენ გითქვია პირველი რა და მაგის საბუთებზე მე დავრბოდი მე რომ მომეწონა. კი ბატონო და რომ მივიდათ რომ მიშას დაждდა მიშას ეუბნება რომ ეხლა მეო რა გიდაო ჩვენთან გიდაო კი როგორ არ მინდაო და მე რომ აქ რომ მიმარდეს ეხლა მეო თან ჩხუბი გაგებული აქვს რომ ნაჩხუბარი აქვს ინსტიტუტში და ლილიოსელიანს უთქვია რომ ამ ბავშვო თუ რამეს ან გააგდებთ ან თეატრალურ ინსტიტუტში მე წავალ თეატრალურ ინსტიტუტიდან რა ლილის გადაურჩენია და მიშა მესამბავი იცის ეხლა ჩხუბები მიშას არ უყვარდა ეხლა ჩხუბი და რაღაცები და ეს ყველაფერი რო იცის და მე ვაქ რომ მომივარდეს ეხლა მე რეალი პაქსიშვილი და გოგას უთქვია რას ქვია ვინ უნდა მოგივარდესო აი უკვე ჩხუბობო მიშას უთქვია ესეთი ისტორიები მოყვა აი ლილი იყო მე არ ვიცი ეხლა მე მახსოვს ეს ხალი საერთოდ რაღაცა ესეთი
ეგეთი ენერგია რაღაცა იყო, აი რა. საოცრება. უცხო პლანეტელი აი მართლა იცი? რაღაცა. მე მგონი. მე მგონი უცხო პლანეტელი იყო რა. ხო. რა რიცი? მართლა აი დაუსრულებლად შეიძლება ამ ქალბატონზე ლაპარაკი რა, აი მართლა და ხელოსანსა და ხელოვან შორის ხელოსანი და ხელოვანი, ხო, აი ერთი ხო ერთასოშია განსხვავებაო, მაგრამ სულ მაგას გვასწავლიდა, რომ შეიძლება იყო კარგი ხელოსანი, მაგრამ ხელოვანი ვერ გახდე. ხელოვანი გახდები მაშინ, თუ კი ამ კარგ ხელოსანს საფუძვლად უდევს პიროვნება. აი პიროვნებაზე აშენებული ხელოსანი ის ხდება ხელოვანი. როგორ საინტერესო. ხო, პიროვნება ხო არის და პიროსანი ხო არ არის, პიროვნება არის და პიროვნება და ხელოსანი გამოდის ხელოვანი. და მართლა ძალიან დიდი ის არის ამაში სიმართლე, დიდი სიმართლე და დიდი სიბრძნე არის და ასეა მართლა და ნუ ეხა ბევრჯერ მithქვავს და ნუ ეხლა სიტყვა მოიტანა და ის ამბობდა რომ კაცო ეს სცენაზე რო დგებიო ეს სცენა არის 2 მეტრით აწეული ვიდრე დანარჩენი დარბაზი და იმ დარბაზში შეხო არ იცი ვინ ზის შეიძლება ზის შენზე ჭკვიანი შენზე განათლებული შენზე კეთილი ადამიანი შენ რო დგები და იქედან იმას რაღაცებს ელაპარაკები ის მოყავ შენთან გამოვიდა სახლიდან ფული გადაიხადა დაჯდა და რაღაცა და შენ გააქვს იმის მორალური უფლება ან ვაშე ბუდიში წამომცდა ჟარგონი ან თუნდაც პიროვნული ან მორალური რაღაცა სათქმელი ისეთი რომ ადგე და დაადგე იმას თავზე და იქედან რაღაცები ელაპარაკო ხო? ამიტომ ჯერ უნდა მოიპოვო ეს უფლებაო პიროვნულად შენ თვითონ მოიპოვო ის უფლება რომ დადგე სცენაზე რომ მე იქედან ხო შემაღლებულზე რომ დადგე ზოგადად და მე შემაღლებულიდან კიდე ვიღაცას იქეთ რაღაცები აჩვენო მოუყვე უთხრა ეხლა ეგრესად არის ხო და თავისთავად რაღაცა კიდე დაარიგო რაღაცა ხო და ამიტომ კი კურსელები მიდიოდნენ კურსელები აი ზემოთხსენებული გოგა ხო ცოტადი იყვნენ ჯგუფში თუ რაღაცა იცი რა ჩვენ ჯგუფი თავიდან იყო 23 კაცი ხო მე რაღაცა დავამთავრეთ 7-მა აქედან 4 მსახიობი იყო და 3 რეჟისორი აბა 4 მსახიობი ვიყავით ხო 4-მა ვიდა შენ გოგა იყო ერთი ბიჭი გოგა ნინო ბურდული და მარიკა ჭიჭინაძე ჩვენი საყვარლესი ძვირფასი გადასარევი ადამიანი და მართლა პიროვნება აი კი ბატონო, გაიგო, მე არ ვიცნობ გახსოვს, მაგრამ ისე ვიცი რომ ძალიან საინტერესო პიროვნება. კი, ძალიან. გივი ჭიჭინაძე მიყვარს ძალიან. აი, არაჩვეულებრივი გივი საბავშვო ლექსები და მაგით იმაზე ვარ, მაგის ლექსებზე ვარ. ხო, აი საოცარი ადამიანი იყო გივი ჭიჭინაძე, თავის ლექსებში ჩანს. და გოგას კიდე მეგობარია ჩემი კაცო, ახლა მეუბნები ვიცი და. კი, ხო და აი ესე ჩვენ 4-მა დავამთავრეთ. და სხვათა შორის მე ხა ქალტონ ლილიზე ხა მართლა რა რომელი თქვი ხო არა მაგრამ თავიდან იცი რა იყო ძალიან მკაცრი ხო და მე რო ამოვდი რომ აი ჩავაბარო მოდიო კაცო გავიგეთ რომ ლილიოსელიანი იყო არ ვიცით ვინ არის ეს ლილიოსელიანი რაღაცა მითიური პერსონაჟია რომელიც ვიცით რომ არის ძალიან მკაცრი მაგრამ ძალიან მაგარი და აი ეს ლილი იყვანს ჯგუფს და ნუ მე აღმოჩნდა რაღაცა საერთო დედაჩემი ერთი თაობა არიან ეგენი და რაღაცა მოდი მივიდეთო და ნახოს ეს ბავშვი და თუ იტყვის რომ მე უკვე ეს ტურები გავლილი მქონდა ტურებში მივიღეს სამიანი და სამიანი არის ნუ ახლა საშინელი ნიშანია და ჩემი ძმა იყო გახარებული რომ არ მეყოფოდა ეს ისინი და აზრი არა აქვს ხა გაგრძელებას მესამე ტურში ხო მესამე ტურში ნიშანი პირველ ორში ნიშანი რო იწერებოდა ხო სამიანი მიიღე რა სლაპარაკო და როგორ გახვედი გამიკვირდა ქართულებმა და ისტორიამ და იმებმა მომიგროვეს ხო და ანუ მე რო იყო რომ სამიანი და რაღაცა მოდი რომ ავქნათ კაცო და იქნება აზრი არა აქვს და მე დავიჩემე რომ აი მიმიყვანეთ ლილისთან და
ლილი, იმიტომ რომ იმ გამოცდაზე ისეთი დაბნეული ვიყავი, ისეთი გაშტერებული ვიყავი, ხმა ვერ ამოვიღე, ვერაფერი ვერ გავაკეთე, არც ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა და დამავალეს ეწუდი, ვითომ კბილის ექიმთან ხარო. ხო, დავჯექი, ის ძალიან სასაცილო ისტორია იყო. დრო გვაქვს რომ უკვე? კი, გვაქვს, აი, დაჭერილი გვაქვს რაღაცა ალბათ 15 წუთი ესე. 15 წუთი ბევრია. ხო, კი ბატონო. ის არის რა ქვია თეატრალის ანუ გახსოვს ეწუთს რო გაძლევდნენ და იქ უკვე ყოჩახის სტუდენტები ვინც პირველ კურსზე უკვე მეორეზე რო გადავიდნენ გვეხმარებოდნენ ხოლმე ამ იმეებს აბიტურიენტებთან არ იყო თქვენთან ეგრე? კი, აბარა უფრო უკვე ჩაბარებული უკვე ყოჩახია და ხო და რაღაცა და გამოჩენილი და ესე იგი რომ მე რომ მომსვლელი ხარ და ეწუდზე თუ დაგჭირდა მაგალითად კბილის ექიმთან რო შედიხარ კბილის ექიმის როლში ვიღაც ხო უნდა იყოს და ამიტომ უკვე მეორე კურსზე გადასული წარმატებული ბავშვები იყვნენ ხოლმე და ეხმარებოდნენ და ჩემ შემთხვევაში იყო ლევან მუჩანეიშვილი ხო და ლევანი იყო ხო და ლევანს კიდე სკოლიდან ვიცნობდი იმიტომ ერთი წლით ჩემზე წინ იყო და ნუ ვიცნობდი ხა სკოლიდან სკოლაშიც ერთი ლევანს მიშასთან იქნებოდა ჩაბარებული ხო მიშასთან იყო და უკვე მეორე კურსზე იყო მაგრამ იმ ზაფხულს ეხა როგორც მაგარი ბიჭი გვეხმარებოდა რა თან მაგათი ეგეთი ეჭირათ ხო ხო მოწონს რომ უკვე ისეთია რომ აი ხა ეს რომ მოდის შესვე და ეხა ეხმარება იმას და თვითონ უკვე მაგარია რა და მართლაც ეგრე იყო რაღაცები უკვე იცის და მე აზე არ ვიყავი ეხლა არის ემზადებიან რაღაცა კონსულტაციები ჩვენ დროს კი იყო მაგრამ საერთო წარმოდგენა არა მაგ აი პირდაპირ ესე ქუჩიდან მივედი აი არაფერი უბრალოდ ერთი ლექსია და ერთი იგავარაკი ვისწავლე და ეგ იყო. გაცეკვეს ალბათ რაღაცა ხო, ნუ ნახეს რომ რიტმი მაქვს, რაღაცა და ტურებში გადამიშვეს, მაგრამ ეხლა იქ გამოცდაზე რო გავედი, იქ ეწუდი და რაღაც აზე არა ვარ ეწუდი, განვითე კულმინაცია ვერ ავიცი ეხლა. ხო და მივედი, ნუ კბილის ექიმთან ხარო. გაგვიყვანეს ცალკე ოთახი იყო იქეთ, მე-9 აუდიტორია, მერვე და რო გადიოდი. კი ბატონო. სხედვართ იქა და ლევანს არა აქვს უფლება რომ ხმა მოიღოს მე უნდა ვიაქტიურო ლევანეს ის ხა წესიერი ბავშვია პატიოსნად იქ არ მეხმა აფერს არ მეუბნება მე უნდა მე კიდე ვერ გავიგე რა უნდა უთხრა რაზე მოვილაპარაკოთ რა არის როგორ არის და არაფერი გამოდითო მომზე დავჯექი ესე ვზივარ ვითომ მისაღებში ნუ ლევანმა უკვე იცის იქ როგორ უნდა მოიქცეს პასტები ფანქრები რაღაცები დაალაგა აქეთ ვითომ ის არის ინსტრუმენტები არის აქ რაღაცა ის გაიგეთა რაღაცა ესა და შემდეგი დაიძახა რაღაცა გამოყოთავი მე ავდექი შემოვედი დავჯექი ზივარ ესე აფერს არ ლევანი თამაშობს მე ვარ ესე ხო და აი, აბა მაჩვენე რა გტკივა, რა რომელი კბილი გტკივა, ეუბნები. კარგი, ხო, ეხლა ლევანმა უკვე იცის რომ კვანძი უნდა შეკრას. ხო, რაღაცა პრობლემა ხო უნდა წინააღმდეგობა, რომ გადავლა, ხო, რაღაცა მოხდეს, ხო? ხო და კრავს ეხლა კვანძს ლევანი. ხო, რაღაც კომბინაცია. ხო, მე ხო უნდა განვითარდეს ამბავი და რა თუ არ შეკარი რა განვითარდეს. რას გახსნი მე ხო? ხო და კრავს ეხლა რომ ხო ეს კბილი ამოსაღებია იძახის და მიყურებს რომ ეხლა მე რომ ვთქვა რომ არა მეშინია ან ვიტირო ან რაღაცა ვქნა რა. მე ხმას არ ვიღებ ამოსაღებია როგორ ცხოვრებაში იქცევი ისე ვიქცე ჩემს სიცოცხლეში არ კბილის ექიმთან დავდიოდი რა თქმა უნდა მაგრამ ნუ ეხა არ მიყვარდა ეხა ბავშვები რომ ტიროდნენ იქ ვიღაცეები რომ მივყავდა რომ ვიჯექი და ვიღაცები ტიროდნენ მე სულ ვამბობდი რომ არა მე არ უნდა ვიტირო და არ ტირო და ვიჯექი ხოლმე მორჩილად რა როგორც ვიყავ ისე ვიქცევი კი ბატონო ახლა ლევანს ეს არ მოეწონა, იმიტომ ეწუდი უვარდება და თვითონაც ხო ეხა ფიქრობს ხო მეორე კურსზე აქ ხო რაღაც თავი ხო უნდა ესაქნას, აი როგორ ისწავლა. ხო და პარტიული არ უარგა რა გეშინია მეუბნება ხო პარტიული არ მოყვება ხო არ მოყვება არ მოყვება პარტიული ხო და არ გეშინიაო მე ვთხარი ზმუი რაღაცას არცხოვს ვამბობ რაც არც ეს რთული კბილი ართულებს ახლა ეს ლევან
ართულებს. მე არ ურთულებ რა. ხო, უნდა ამოვიღოთ და აღარ გაიხვითხა ეს ლევანი უკვე არა, ჩემ მაგივრათაც თამაშობს, მე ვარ ეს მიკროფონივით გაჯერებული და მოკლედ აიღო ეს პასტები, ფანქრები, რაღაცები, რაღაც საკენა ლამის მართლა მომტ. ჩალიჩოს ვითომ ამოიღო კვილი და ვითომ იღებს და ეხლა მეჩალიჩება უნდა რომ ეხლა ხო ამ პასტები კაი, ეგ ვანახაი, კაი გადაღებული. ხო და თან ესენი ახლა მიშა ზის იქ თუმანიშვილი ლილი არ ესწრებოდა და მიშა ზის ამ კრიოლს მოწყინდა მიშას რომ მოწყინდებოდა ხოლმე ესე თავის ფეხს გახედავდა და ფეხსაცმელს ათვალიერებდა და გავიხედე ესე პასტება გავიხედე მიშა ფეხსაცმელს ათვალიერებდა და ეს მერე მივხვდი თეატრში რომ მიყავ რომ დაიწყო ზოგჯერ ფეხსაცმლის თვალიერება მერე გავახსენე რეჩხი იყო გულმაი ხარო აი ფეხსაცმლის თვალიერებს მიშა ხო და ნუ მოკლედ არაფერში არ ავყევი ამ საწყალებას და ლევას ხა კულმინაცია კი არა კვანძიც ვერ შეკრა კაცო საწყალმა და ხო და რო აღარ იცის უკვე რა ქნას და ესე და დადგა ცოტა ზურგით ამისკენ კომისისკენ და იყვირეო მეუბნება იყვირეო კარნახობს რა გაკვეთილი არის ხო და იყვირეო და მე არ ვიყვირე და ამოაძრო აი ამ ხელაკბილი რაღაცა თამაშობს ლევანი რომ აი რაღაცას შინელი კვილი ამოიღო ესეთი და აი ნახე და ეხა ბოლო იმედი აქვს რომ მე ამ ტკივილისგან გული მაინც წამივან რაღაცა მომივა ან ამ კბილს რო შევხედავ მე მაინც ვიტირებ ან რაღაცა ჯანდაბა ნუ მე არაფერი აჰო თბილიც სოდიანი გამოივლე გრილი რაღაცებს მეუბნება და გაგიშო ეცი უძგერიგრე წადი შეჭდა აჰა მე ვთქვი და გამოვედი არაფერი არ მოხდა ლევანი უკვე ესე არა ბევრი იშრო მოდი გოგო შენ აქ მიშა მეუბნება არ გეტკინა კი მეთქი მე რატო არ იყვირეო ვითმენდი მეთქი ჩაიქნეს ხე დამწერეს სამიანი მე რო გამოაცხადეს ნიშნები და სამიანი იყო გიჭირეს კაია ესე იგი ნუ მაინც ჩათვალეს რომ რაღაცა დაიდაკეს აი თვათ არ გამაგდეს რა ეთყობა რომ ნახეს რომ რაღაცა სულელი ბავში ვარ რაღაცა ნუ ხო და მოკლედ და როდის დაინტერესდა მე მიშა აი როდის დაინტერესდა რო აი თეატრში რომ მიგრო დაამთავრე რა ნახა არა მე უკვე იქ ინსტიტუტში რომ სწავლობდით საკურსოებზე იმებზე ნაწყვეტებში რაღაცა ხო შემოდიოდა მე აი სამიანი დაგიწერეს და ორიანი არ დაგიწერეს ხო და მე ეს ქულები მეყო დანარჩენების ისტორიაში ქართულში და იქაც იცი რა აი ბედი იყო რა აი ერთადერთი თემათა მე ხო არ ვემზადებოდი და რაღაც აი ესე მინდოდა და არც ქართულში რაღაცა სკოლაში რაც ვიცოდი ერთი შპარგალკა მქონდა ჩაკერებული აქა ყოველი შემთხვევაში ხო ეგეთი რაღაცა დაკეცილი და ჩაკერებული ჩადებული აქა კამარში მაინც მქონდა რა და ერთი თემა ვიცოდი ბედისადმი დაუმორჩილებლობის იდეა ბარათაშვილის შემოქმედებაში ეს ვიცოდი და გლეხთა ტიპები ეგნატე ნინოშვილის შემოქმედებაში აგერ მქონდა გლეხთა ტიპები ხო და ეს თემები ხო მაგარი და მოკლედ ესე იგი ამ ქართულის გამოცდა არის და ეთერი გუგუშვილი შემოვიდა და თქვა რომ აიო სამი კონვერტი არისო სამივეში არის რაღაცა თემებიო და თქვენ თვითონო რო არის ფიქრობთო რომ ეხლა აქ ჩვენ რაღაცა ესეო თქვენ თვითონ აირჩიეთო რომელსაც გინდათო ვინ გამოვაო რომ აირჩიეთო კონვერტები და მე თქო ავწიე ხელი რა გამოდიო ავედი და ავიღე კონვერტი და გავხსენი და წერია გლეხთა ტიპები ეგნატე ნინოშვილის შემოქმედებაში ბედისადმი დაუმორჩილებლობის იდეა ბარათაშვილის შემოქმედებაში და თავისუფალი თემა ხო და წარმოგიდგენია რატო ხა შპარგალკა კიდე ესეთი დაფეხული ვარ ან წამართმედე რა ძალა მედგარ ვიცოდი და დავწერე და აი ბედიც ხონია
მაგას ქვია ბედისადმი დაუმორჩილე. ბედისადმი დაუმორჩილე. კი ბატონო რა. ძალიან გამიგრძელდა რა, არა, ვიცი, გამიგრძელდა, იმდენია მაგრამ სალაპარაკო. ცოტა მაგ დროს სამწუხაროდ რამდენი გავერთე, რამდენი ჩემ შეკითხვა ბრალია. მაქვს, რომ იცოდე როგორ არ მინდა ვაიმე, რომ ვაიმე. უამრავი ჩქარჩქარა გიპასუხე. არა, ჩქარჩქარა არა. რეჟისორობასთან დაკავშირებით მინდა გითხრა, ეხლა რა ამას უნდა გავიაროთ. ხო, ეს გავიაროთ. რაღაცას კი გამოვა, ეხლა მაყურებლის სიყვარული გასაგებია, ეხლა მაყურებლის ხო, მაგებს გადავახტეთ. გადავახტები და აი დავიწყოთ. შენ კაი შპარგალკა კი, ხო რომ ის მაგ ეს მაინც. მე ხო ბევრი რამე შეხოთაშორის რაც ამას მითხრა არ ვიცოდი. ალპინისტი რომ ამაკავდა არ ვიცოდი. ხო და არა უშავს, ეხა ეგ ხო ბევრგანა მაქვს მოყოლილი და არა უშავს. მე არ ვიცოდი ეგეთი რამეები, ხო ძალიან მეხმარება ეგეთი რაღაცა. ზვავით დავიწყოთ, ეხლა რატო გადაწყვეტე რეჟისორობა საერთოდ? იცი რა, საერთოდ არ გადამიწყვეტია რეჟისორობა, უბრალოდ პიესა წავიკითხე და მანანა ანთაძე ჩვენი გადასარევი ქალბატონი მანანა სალიტერატურო ნაწილის გამგე თუმანიშვილის ის ხო აწყობს ამ იმას რა ქვია დრამატურგიის იმას კონკურსი თუმანიშვილის სახელობის იმას აწყობს კონკურსს ყოველ წელიწადს თარგმანი პიესის და ახალი პიესის დრამატურგიის კონკურსებს და რაღაცა და ერთხელ ეს თარგმანში შემოვიდა ლალი ნიკოლაძე ჩვენი საყვარელი ბატონი ვარლამ ნიკოლაძის თარგმნილი თურქული პიესი ხო სახშიოთ ხო ლალი ვარლამ სახშიოთ იუმორია დიდი ნიჭიერესი კაცი ხო და ისა რა ქვია მისი თარგმნილი იყო თურქული პიესა ასეთი ძალიან კარგი კაცის ხო თუნჯერ ჯუჯენოღლუ ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა მე დავმეგობრდით არაჩვეულებრივი კაცი იყო და ამის პიესა ზვავი და